მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. ნაკადი მომაწვა, პატოკი, ადეთი დაჯექი გაშალე. ხო და ნახოთ, რა განვითარება ექნება თქვენს დაწყებულ საქმეს, ან რაც უნდა დაიწყოთ, რაც ჩაფიქრებული გაქვთ, ხო? აბა მოდით ნახოთ. ჯერ ნახოთ, აბა ვინ ხართ თქვენ? როგორ გხედავენ მაღალი ძალები, რაღაც ნახოთ, გაიჭედა, რატო გაიჭედა? იცით რა არის ჰარმონიული ადამიანი ხართ, სუფთა ადამიანი ხართ, მშვიდი ადამიანი ხართ, წარმატებები გხდებათ ცხოვრებაში, მიხვდით ხო? და აი ყველაფერი მოკავთ, გიყვართ, აი ძლიერი ადამიანი ხართ, ბევრჯერ გაგიმარჯვებიათ, რაც არ უნდა დაიწყოთ, ხო? აი და იგივე პასუხი გაგვცა უკვე, რა განვითარება ექნება და ამხელა ძალა მოდის, სიმწიფეში შედის, აი ეს ყველაფერი, შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ჰარმონიულად ისე როგორც ხართ, მიხვდით ხო? და ესე წავა თქვენი დაწყებული ან ის საქმე რაც უნდა დაიწყოთ, იცით რა არის? ცოტა გეუბნებიან რომ სიმჩატეა საჭირო შეიტანოთ თქვენს მოქმედებებში, ხა მე ხო ბევრი მიყურებს, ანუ აი ეს რაც გგონიათ რომ არ გამოვა, იცით როგორ უნდა მოიქცეთ, აი ყინულივით ხართ ესე ჩამჯდარი, აი ეს ყინული თქვენ თვითონ არის, ასე ხდება მეგობრებო, რომ ადამიანი თვითონ ბლოკავს თავის თავს, თვითონ წინააღმდეგობებს იყენებს, მიხვდით ხო? და ამას ვერ ხვდება. არის რომ დაცვებს თვითონ ინგრევს, აი ესეთი თემაც ხდება ხოლმე, შეცდომებს უშვებთ რაღაცეებში ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს დაცვებიც მიდის, მიხვდით ხო, დაყენებული დაცვები. ამიტომ ვიძახი ხოლმე ხშირად დაიყენეთ დაცვები. გარღვევა გექნებათ თქვენს დასაწყისში, ან რაც უკვე დაწყებული გქონდათ და გაგიყინეს, შეჩერდა ეს საქმე, ხო? გაგიყინეს, შეჩერდა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ძალიან მშვიდი ადამიანი, მშვიდი როგორ ახლა მეორე ლოყას კი არ შეუშვერთ, მაგრამ ადამიანს დამარტყიო, დაგნებდებიო. არა, იცით რა არის? აი ძალიან გააზრებულად ფიქრობთ, იცით როდის რა გინდათ, ყოველთვის წარმატებულ ნაბიჯებს გგავდით ცხოვრებაში და ბოლოს რა არის, იცით, ვიღაცას არ მოეწონა ეს თქვენი სიტუაცია, რომ ესეთი ადამიანი ხართ, წმინდა, სუფთა ადამიანი ხართ, იცით რა არის და აი ეს ბოროტ შავ ადამიანებს, ხო, შურიანებს არ მოეწონათ ისიც კი, რომ სულ ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ თქვენ ესეთი მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი ხართ, ნახეთ, დელფინივით ხართ და სიწმინდე მოგაქვთ, მიხვდით ადამიანებისთვის და აი ამაში ვიღაცები ჩაერივნენ და მაინც გარღვევა გაქვთ, რაღაცა პერიოდი შეჩერდა თქვენ დაწყებულ საქმიანობაში, ან რაც უნდა დაიწყოთ და თქვენი ჩაფიქრებული სიტუაცია გაქვთ, ხო? აი გაჩერდა, მაგრამ უკვე გალღვა, გეუბნებათ რომ გარღვევა გექნებათ ცხოვრებაში, ნამსხვრევებივით იქცევა აი ეს ყინული, ცრემლით იტირებენ, სისხლიანი ცრემლებით იტირებენ თქვენი მტრები და გეუბნებიან რომ ახალ ნაბიჯი განულდება სიტუაცია და სიმჩატე შეიტანეთ, სიმჩატე. თქვენ უკვე იგრძნობთ, ძალიან მალე იგრძნობთ აი ამ ყველაფერს, ძალიან კარგი მიხარია. აბა კიდევ ნახოთ, აბა რა განვითარება ექნება დაწყებულ საქმიანობაში, ან რაც უნდა დაიწყოთ. იცით რა არის, გეუბნებიან ახლა რა გიშლით ხელს. აი მე უნდა მეთქვა რა გიშლით ხელს, მაგრამ აქ ამოვიდა და ბარემ გეტყვით. აი ეს ჰარმონია, ეს წარმატება, ეს უკვე სიმწიფეში როა თქვენი საქმე შესული და თქვენ თვითონ ხართ ესეთი ადამიანი, ხო? აი უცებ იცით რა უნდა გააკეთოთ, უცებ მოგაწვევათ, ინტუიცია არ გღალატობთ, მიხვდით ხო? აი ახალი ხედვა გექნებათ, ხო გითხარით არა?
სიმჩატე გექნებათ, ახალი ხედვა იწყება, ახალი გარღვევები გექნებათ, ნამსხვრევები ეს ყინული დაიმსხვრევა. კი, წარსულში ძალიან ბევრი ცხოვრებებიდან გამომდინარე ეს ცოტა კარმულიც არის ზოგ-ზოგიერთებისთვის, აი ხდება ესე სამწუხაროდ კარმული სიტუაცია გაქვთ. აი ეს კარმული სიტუაცია ეს უნდა გაგევლოთ თქვენ, იცით? ტყუილად არაფერი არ ხდება, ჩემო გოგოებო და ბიჭებო და ამას თქვენ გაივლით, ბევრი გაივლით ამას, უკვე გადიხართ, ცოტაღა დაგჭათ და ნახეთ როგორ შეიცვლება, აი ნახეთ როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, ესე იგი თქვენი სიწმინდე არსად არ დაკარგულა, მაგრამ სუგვერდში ყავდათ, დაგდევდათ თან, მაგრამ რო წაგართვეს ხო და გაყინეს, აი გრძნობები გაგიყინეს, ხვდებით ხო, თქვენი აზროვნება, მენტალი გაგიყინეს და ამაზე რომ მუშაობდნენ, აი ეს არასასურველი თქვენთვის მტრები ხო, გარეშე პირები, მოდის ეს ყველაფერი და სისასრულეში მიდის, რა თქმა უნდა, დიდი გარღვევა გექნებათ, აი ეს ანალიზია, ახალ რაღაცას დაინახავთ, თვალი აგეხილებათ რაღაცაზე, ხალხზე აგეხილებათ თვალი და ასე შემდეგ, ახალ ფერებში დაინახავთ აი ამ ყველაფერს. ამინ, კარგით. აბა ეხლა რა გიშლით ხელს, აბა ვნახოთ რა გიშლით ხელს მეგობრებო. თქვენს ჩანაფიქრში, თქვენს ახალ დაწყებაში, ან რო უნდა დაიწყოთ, ან უკვე რო დაიწყეთ. აბა რა გიშლით, შეიძლება ვინმე გიშლით ხელს, ხო? შეიძლება ისევ აი ხო ხვდებით, ნახეთ აქ კარმული აღმოჩნდა, ხო? როგორ გველაპარაკება სამყარო, ხო? აბა ვნახოთ რა გიშლით ხელს, ან ვინ გიშლით ხელს. იცით რა არის? აი ხო გითხარით გოგოებო, იცით ფულის გამომუშავება, გოგოები დაჯდნენ, ბიჭებო აქ შეიძლება თქვენი დედიკო ამოვიდეს და მეუღლე ხო ხვდებით არა? იცით აი აქაც განულება გაქვთ, ნახეთ, ახალი დასაწყისი გაქვთ. ესე იგი ხელს რა გიშლით, რომ ბევრს ფიქრობთ, ძალიან ბევრს ფიქრობთ. თქვენთვის ძალიან ბევრი ფიქრი არ შეიძლება, მავნებელია, იმიტომ რომ მერე სხვას გადაეცემა აი ეს თქვენი მერე დაფნის ფოთოლს სხვას გადააწვდიან, სხვა მოწყვეტავს თქვენს მაგივრად, მიხვდით ხო? არ შეიძლება აქ მიწის ნიშნები უფრო ხართ, იცით? ცეცხლის ნიშნებიც არის აქ, კი, ცეცხლის ნიშნები, წყლის ნიშნები, ნუ ასევე მორიერზე ვიტყვი რომ მაწვდიან, ახლა ინფორმაციას უნდა ვთქვა რომ ბევრს ფიქრობთ და არ შეიძლება თქვენთვის ხალხნო ბევრის ფიქრი განულდება ეს ცოტა უნდა იფიქროთ თქვენ ინტუიციას აი ეს გიშლით ხელს ბევრი ფიქრი უნდა დაემხროთ და გააკეთოთ ის რაც ესე იგი პირველად მოგივათ აზრად აბა კიდე რა გიშლით ხელს ან ვინ გიშლით ხელს იმპერატორი მამაკაცი ამოდის უпростовად უკაცრავად პენტაკლების დედოფალი პენტაკლების მამაკაცი იცით რა არის აქ თქვენ ამოხვედით პირველ რიადში ქალები მამაკაცები არავინ არ გიშლით ხელს უბრალოდ რა არის იცით აი ბევრ ადამიანს არ უნდა გაანდოთ თქვენი აზრები მიხვდით ხო თქვენთვის უნდა დაიტოვოთ ეს აზრები მამაკაცებო აქ ესე იგი და მე ბევრს რო ფიქრობთ აქ ხო მერე გადადის რაში დრო იკარგება აი ეს ესე იგი A წერტილიდან B წერტილამდე ხო უნდა მიხვიდე ადამიანი და ეს დრო აი ამ ბევრ ფიქრში ანულირდება მიხვდით ხო ცვდება ასე ვთქვათ ნულდება და აი ეს ბევრი ფიქრი აი მამაკაცებო თქვენს ასე დაგიჯდათ იცით დაგიჯდათ და მეორენაირად რო ავხსნა ქალი და კაცი წყვილები გიშლიან ხელს შეიძლება ერთად არიან შეიძლება ცალ-ცალკე სხვა ადამიანები არიან, რომ თქვენი ფულის, თქვენი ბიუჯეტს ითვლიან, შეიძლება ოჯახშიც იყოს არ გამოვრიცხავ, თქვენი თანამშრომლები, თქვენი ნათესავები, თქვენი დაქალები, ბიჭებო, თქვენც ასევე თანამშრომლები, იცით რა არის? ერთი მეგობარი ამოირჩიეთო გეუნებიან აქაც და აქაც გოგოებს და ბიჭებს და მერე ისე თქვენს ფულის გამომუშავების ბლოკები, რასაც ადებენ ეს შურიდან გამომდინარე, გადმოვარდა და ვნახავ. ხო თქვი შურიდან გამომდინარე. ასევე რა არის, იცით, სიყვარული. აქ არის, როგორ გითხრათ, ცოტა
ტოქსიკური ადამიანია ერთ-ერთი აქ უკვე არ ჩანს მამაკაცია თუ ქალი, იმიტომ რომ ორივე წყვილში დაჯექეთ მიხვდით ხო, მაგრამ ფინანსები იქნება, აი ამას თუ გაითვალისწინებთ, რა გიშლით ხელს ხო და ვინ გიშლით გექნებათ ფინანსები აუცილებლად გექნებათ, ადიხართ კიბეებზე, აი ესე იგი შეიძლება დიდი ხანი ელოდებოდით ამ სიყვარულს და აი ამაში გიშლიდნენ ხელს, შეიძლება ფინანსები გიშლიდათ ხელს, მიხვდით ხო, მაგრამ ნუ გიშინიათ, იქნება ისევ კავშირი, იქნება ისევ სიყვარული, შეერთება იქნება, შეიძლება შორს ხართ, შეიძლება ინტერნეტით კავშირია, ადიხართ თქვენ ოცნებებს ისრულებთ, უყურეთ, ისრულებთ თქვენ სანუკვარ ოცნებებს, გოგოებო, ბიჭებო, ძალიან კარგი. და ეხლა ნახოთ აბა როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თქვენი დაწყებული საქმე, რაც ჩაფიქრებული გაქვთ, ან რაც უკვე უნდა დაიწყოთ, როგორ უნდა მოიქცეთ, რა სიტყვის სამყარო, აბა ვნახოთ. უნდა დაამთავროთ რაღაცა წარსულიდან, იმიტომ რომ აი ამ ტაროზე ამოვიდა სიმწიფეში კი ხართ, მაგრამ უნდა დაამთავროთ ეს წარსული, რაღაცა გაქვთ, რაღაცა წარსულის შიში გაქვთ, მეგობრებო და აი ეს წარსულის შიში გკეტავთ, მიხვდით ხო? და ისეც არის, რომ გაავადმყოფებთ, აი სულიერადაც ფიზიკურადაც გაავადმყოფებთ, მიხვდით ხო? ახალ ნაბიჯებს ვერ დგავთ, ნაბიჯებს ვერ დგავთ. მამაკაცებო, ეს უფრო თქვენს პოტენციალს და პოტენციალს ეხება. უნდა დაივიწყოთ წარსული, შეიძლება ვინმე უნდა დაივიწყოთ, გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, თქვენს სიტუაციას და იქედან გამომდინარე, აი ეს გაყინული, აი ეს წარსული უნდა როგორც გაიყინა და წავიდა და მაგრამ თქვენ ზარალი მოგიტანათ, ჯანმრთელობა დაგირღვიათ, მიხვდით ხო? გულსისხლ ძარღვი, გული გატკინათ, მენტალი გატკინათ, ყველანაირად მიხვდით ხო, როგორ უნდა მოიქცეთ და უნდა დაივიწყოთ ეს ნგრევას, ესე იგი, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო, თუ პირიქით ხო ხდებით და ამ წარსულს რო დაივიწყებთ, გექნებათ, გოგოებო, ბიჭებო, ახალი ნაბიჯები, გარღვევა, უკვე გაქვთ, მაგრამ ამ წარსულს მაინც ეპოტინებით და გამოდით ამ წარსულიდან, აი კატასტროფულად სწრაფად გამოდით, კატასტროფულად სწრაფად, აი ეს უნდა გააკეთოთ. აბა კიდე რა უნდა გააკეთოთ, აბა რომ გაწევა გქონდეთ. ქალბატონებო, აქ ამოდის ესე იგი ოჯახში, ორიანი პენტაკლია, ეს ბავშვებსაც ეხება, აი თქვენი ახალი დაწყებული საქმე უყურეთ, გოგოებო, ესე იგი ვიღაცა ეს თქვენ ხართ, კარგი გოგო, შვილებიც ყავთ, შვილები შეიძლება ხო? და ნახეთ, ვიღაცა ქალი გიშლით ხელს, ეს შეიძლება დედამთილია ყოფილი, დედამთილი თანამშრომელი, მეზობელი, მეგობარი ქალი, არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ოთხიანი ხმლების გვერდზე კი არა, ქვეშ დაჯდა. ესე იგი რა არის სამყარო გეუბნებათ, რომ ეს ქალი, ესე იგი უნდა გამოხვიდეთ, იცით როგორ დისტანცია მაინც დაიჭირეთ, ზოგიერთად ცხოვრობთ, ხო? დისტანცია უნდა დაიჭიროთ, დისტანცია და აუცილებლად გექნებათ ის, რაც თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ. აი ეს უნდა გააკეთოთ და კიდე ერთი ზოლი, აბა ვკითხოთ რა უნდა გააკეთოთ. იცით რა არის, უნდა გადახედოთ თქვენს დღევანდელ სიტუაციას, აქ ბევრს იმედგაცრუებები გქონდათ, აქაც ბიჭებო, გოგოებო, თქვენთანაც ქალია ჩარეული, წარსულიდან მოდის, წარსული დაფიქსირდა, ავადმყოფობა, ხო ვთქვია რა, ეს აი ცუდი აზრები ვისაც გაქვთ, ეს თქვენი არა, შეიძლება შვილი ყავდათ ცუდად გოგოებო, ან შვილი მიხვდით ხო, შეიძლება შვილიშვილს და ბებიას, ან დედას და შვილს გქონდათ ურთიერთობა ცუდი, მიხვდით ხო, ან გაქვთ. აი ეს წარსულს გადახედეთ, წინ გადადგით ნაბიჯი, აი ეს მტრები, ესე იგი მტრებს მიხედეთ, არის რიტუალები ხო, ვინც იმედები გაგიცრუათ ხო, აქ ჩარევა იყო, აქ პირდაპირვე ნგრევა იყო, თავიდანვე ესე იგი თითქოს აი ჭექაქუხილი დაგეცათო, მაგრამ ეხლა ეს იმუშავებს აი ამათვის, აქ დავადებ და ესეც იმუშავებს. ახალი კონტრაქტები, ახალი ხელის მოწერა,
დაწერა, ახალი, ესე იგი, უნდა გადახედოთ თქვენს სიტუაციას, უყურეთ, თქვენს საქმიანობას უნდა გადახედოთ, ცხოვრებას, ვის რა სიტუაცია გაქვთ, გოგოებო, ბიჭებო, უნდა შეცვალოთ, აქ შეიძლება ზოგი სპორტითაც არის დაკავებული, ხელოვნება და ასე შემდეგ. ძალიან სწრაფად, აი უსასრულო ბედნიერება გექნებათ, გახარება გექნებათ, გამრავლება, წინსვლა გექნებათ და რა თქმა უნდა, ჯანსაღი პაექრობა, ვისაც გაქვთ, ეს აუცილებელია ცხოვრებაში, ჯანსაღი პაექრობა, შეჯიბრება, ისე ცხოვრების გემოს ვერ გაიგებ ადამიანი, რა უნდა გააკეთოთ და რაც თქვი, უნდა გადახედოთ წარსულს, უნდა დაკეტოთ სწრაფად აი ეს ნგრევა, მტრებს უნდა დაუბრუნოთ თავიანთი რაც მიიღეს და აუცილებლად გექნებათ გარღვევა, უსასრულოდ, ძალიან სწრაფად გექნებათ გამოჯანმრთელება და მიხვდებით რა გიშლით ხელს და რა უნდა გააკეთოთ. ძალიან კარგი მიხარია, რომ ესეთი სასიამოვნო გაშლა გამოვიდა სამყაროს დახმარებით, არ გეუბნებით ნახვამდის, დროებით მომავალ შეხვედრამდე.